ერთად და დღევანდელ დღეს ვსაუბრობ ძალიან საინტერესო ინიციატივაზე, წამოწყებაზე და შესაბამისად საინტერესო სტუმართან ერთად ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ანა ჯალაღონია, ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი. ანა არაერთხელ იყო ჩვენი სტუმარი, ოღონდ განსხვავებული მიმართულებით და განსხვავებულ საკითხებზე საუბრობდით. ანა, გამარჯობა პირველ რიგში. საინტერესო წამოწყება და თქვენ თანამშრომლობთ 7-ზე ფეხბურთის ასოციაციასთან და საინტერესო ტურნირს ჩაიყარა, ასე ვთქვათ, საფუძველი, რომელიც არაერთ მიზანს ემსახურება და რაც მთავარია, ეს არის საქველმოქმედო ხასიათის ტურნირი, რომელიც იმართება მზიურში, მაგრამ ამ ყველაფერს დეტალური ინფორმაცია შენ გამოვისმენთ. პირველ რიგში მაინტერესებს ზოგადად საიდან გაჩნდა ამ ტურნირის დაარსების, დაწყების იდეა, როგორც ჩვენ ვსაუბრობდით, ეთერს მიღმა ოლიმპიური სისტემით იმართება 32 გუნდმა დაიწყო თავდაპირველად მონაწილეობა, მაგრამ ეს რიცხვი თანდათან მცირდება. საიდან გაჩნდა მოკლედ იდეა და რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტურნირის არსი და ზოგადად წამოწყება? Ცელი კითხვა არის, ცელ პასუხს მოითხოვს, თუმცა თავიდან მინდა მადლობა გითხრათ, იქიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საქველმოქმედო აქციების გაშუქება, ვინაიდან საზოგადოების ჩართულობა, მედიის ჩართულობა იძლევა უფრო მაღალ შედეგობრივ მაჩვენებელს, ვიდრე ეს მედია სივრცის მხარდაჭერის გარეშე, ამიტომ განსაკუთრებული მადლობა ამის გაშუქებისთვის. რაც შეეხება თავად ტურნირს, ტურნირი დაფუძნდა 1 წლის უკან. ჩვენ პირვანდელ მიზანს წარმოადგენდა, რომ შეგვექმნა რაღაცა პლატფორმა, სივრცე, რომლის ფარგლებში ჩვენ შევძლებდით გარკვეული საქველმოქმედო მიზნებისთვის აკუმულირებას, სახსრების, პირთა გაერთიანებას, იმისათვის, რომ საქველმოქმედო მიზნის მხარდაჭერა უზრუნველყო. შარშან ის მიეძღვნა, შემოსული თანხები მიეძღვნა ომით დაზარალებულ უკრაინელებს, ვინაიდან აქტუალური იყო და მწვავე იყო საჭიროება ამ კუთხით. ტურნირს სწორედ ამიტომ ქვია სროგეთ თურქეთზე ერთად ვართ ძლიერები და სიძლიერე ერთობაშია. წელს კი ეს ტურნირი მიეძღვნება საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებელ ოჯახებს, უფრო მეტწილად ქალებზე აქცენტი, ვინაიდან ჩვენი ბენეფიციარს წარმოადგენს ომით დაზარალებულ ქალთა საერთაშორისო ცენტრი. შესაბამისად, წლევანდელი ყველა აქტივობა, ყველა შემოწირულობა, ყველა მხარდაჭერა, რომელიც იქნება განხორციელებული კომპანიების მიმართ, პირდაპირ და უშუალოდ მოხმარდება ამ პირებს. მე აქვე მინდა მადლობა უთხრა 7 ფეხბურთის ფედერაციას, იმიტომ რომ მათი მხარდაჭერა ეს ტურნირი უფრო რთული ჩასატარებელი იქნებოდა, იმიტომ რომ ისინი უზრუნველყოფენ რიგ მხარდაჭერას, ეს არ არის მხოლოდ გუნდების მობილიზების ნაწილში, ეს არის ასევე სივრცე, სადაც ჩვენ თამაშები მიდიდეს, მზიური სტადიონია. სწორედ მათი ჩართულობით ხდება ამის უზრუნველყოფა, ეს არის რიგი მხარდაჭერა, როგორც სტაფის ჩართულობის ნაწილში, ასევე საორგანიზაციო პროცესებში, ამიტომ ძალიან დიდი მადლობათ მათ, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვცდილობთ მინიმუმამდე მივიყვანოთ საორგანიზაციო ხარჯები, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პარტნიორი გაძლევს ამის შესაძლებლობას და ფუფუნებას. ამიტომ მადლობა მათ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების ჩართულობა, იმ კომპანიების ჩართულობა, რომლებიც მონაწილეობენ აი ამ ტურნირის ფარგლებში, გაცდება საწევრო ნაწილს, იმიტომ საწევრო იყო მინიმალური, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მეტი ჩართულობა უზრუნველყო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება დონაციები, რომლებიც მოგცემს საშუალებას ჩვენ სამიზნე ჯგუფის ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, ვისაც დღეს განსაკუთრებით ჭირდება სრულიად საქართველოს მხარდაჭერა, იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერაზე, ეს არის მორალური მუხტი, რომელიც მათ ეძლევა და მე სიამაყედ მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი გუნდი, ვინც მონაწილეობდა ჩვენს ტურნირში, იყო სწორედ საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებელთა გუნდი, მებრძოლები, სახელი ძალიან სიმბოლურია. სამწუხაროდ წააგეს პირველ ტურს გამოეთიშნენ, თუმცა ჩემთვის არის სიამაყე, რომ მათ შეძლეს საკუთარი პოზიციის, საკუთარი მონაწილეობის და საკუთარი როლის შესრულება ამ ნაწილში, იმიტომ რომ ისინი დაუდგნენ გვერდში პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს მათი, ასე ვთქვათ, თანაზიარი პოზიციაში მყოფი პირების მხარდაჭერას. კი ბატონო, როგორც შენ აღნიშნე, შარშანაც ჩატარდა, ხო, მსგავსი სახის ტურნირი და მაინტერესებს შარშანდელი შედეგები როგორი იყო? სიამაყით უნდა აღვნიშნო შარშანდელი შედეგი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, იმ პერიოდში ძალიან კონსოლიდირებული იყო საზოგადოება უკრაინელთა მხარდაჭერის ნაწილში. რაც ერთის მხრივ ძალიან კარგი შედეგის მაჩვენებელი იყო, მეორეს მხრივ იყო გარკვეული პრობლემა, იმიტომ რომ საზოგადოების თითოეული მონაწილე ცდილობდა დამოუკიდებლად მოეხდინა აკუმულირება რაღაც პროცესების და იმდენად ბევრი მოთამაშე იყო, შეიძლება ასე ითქვას, ბევრი მონაწილე იყო, რომელიც უზრუნველყოფდა სახსრების შეძენას, რომ კომპანიებიც კი უკვე დაქსაქსული იყვნენ, ვისაც აქვს შესაძლებლობა გაწიოს რაიმე შემოწირულობა.
ამიტომ ამ ფონზე დიდი მოლოდინები არ გქონდა, იმიტომ იქიდან გამომდინარე რომ უკვე კომპანიებმა ძალიან დიდი წელიწად ნახევრის მანძილზე ძალიან დიდი ჩართულობა გააკეთეს ამ პროცესში და უკვე გქონდათ საკუთარი გზები დალაგებული, რომელიც მეშვეობით ახორციელებდნენ ამ პირების მხარდაჭერას. თუმცა მიუხედავად ამ ისა განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მეგალაბი, რომელმაც გამოყო სწორედ ისეთი სასაჭიროება, როგორც არის სამედიცინო მხარდაჭერისთვის ვაუჩერები, რომელიც ფაქტობრივად მიიღო არაერთმა პირმა, ასობით პირმა მხარდაჭერა, ეს ძალიან გვახარებს. გარდა ამისა, მათ მიიღეს როგორც ერთჯერადი სახის მხარდაჭერები შეძენილი პირველადი საჭიროების ნივთები, ასევე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის, რაც ყველაფერი გადაწონა, ეს იყო ბურთები, რომელიც ბავშვებმა მიიღეს 7 ფედერაციის აკოსგან, აკო ხაბუსტოვისგან. ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობდით, ვერც ერთმა საჩუქარმა, ვერც ერთმა ჩართულობამ ისეთი შედეგი ვერ პოვა, მიუხედავად მოცულობისა, როგორც ბურთებმა ბავშვებისთვის და სხვათა შორის წელსაც გვაქვს ისევ აკო ხაბუსტოვის ინიციატივა იყო, წელსაც გვაქვს მიზნად ჩავიდეთ ადგილზე ხო? და ადგილზე და ბავშვის ბურთები ამიტომ და ერთი ინიციატივა მინდა გავაჟღერო, რომელიც ზუსტად ამ ტურნირის ფარგლებში ერთობლივად მოხდა ინიცირება, ეს არის აკო ხაბუსტოვის ინიციატივა, რომელიც ჩვენც მხარი დაუჭირეთ. იგულისხმობს იმაში, რომ ეს გუნდი, რომელიც გუშინ გავარდა, მიმონაწილეობას მიიღებს მასტერ ლიგის რეგიონალურ ნაწილში. კი ბატონო, და აქვე აღნიშნავ, რომ მასტერ ლიგის თამაშების ტრანსლირება ხდება ჩვენი ტელევიზიის საშუალებითაც და ვიხილავთ როგორც ჩანს მათ თამაშებს. სიამაყით მინდა მებრძოლებზეა საუბარი, რომელიც ეს მებრძოლები საწევროს ნაწილში 7 ფედერაცია უზრუნველყოფს საწევრო მათ არ მოუწევს. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა მათი მხრიდან, ტრანსპორტირების და სხვა სახის ინფრასტრუქტურული იქნება სხვა სახის მხარდაჭერას უზრუნველყოფს ალიანსი. ის გუნდებისთვის მათ ასევე გადაეცათ გუშინ ფორმები, რომლის ფარგლებში ისინი შეძლება ასპარეზობას. ჩვენ ვცდილობთ შევეცდებით, რომ აქ ჩვენ უზრუნველყოთ მათ შორის ვარჯიშის საჭირო ინვენტარის მხარდაჭერა და გვეიმედება და გვახარებს ის, რომ უკვე ჩანს აი ამ ტურნირის ფარგლებში მიღებული პირველი შედეგი. მაინტერესებს ასევე შემდეგი კითხვაც, ძირითადად თბილისის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ამ ტურნირში და იგეგმება თუ არა სამომავლოდ უკვე უფრო გაფართოება არეალისა, თუნდაც რეგიონებში რომ ჩატარდეს, ან რეგიონების წარმომადგენლებმაც რომ მიიღონ მონაწილეობა. გვიფიქრია ჩვენ რამაზე, უბრალოდ ვინაიდან ტურნირი ატარებს საქველმოქმედო ხასიათს, ვცდილობთ მინიმალიზება მოხდეს იმ ხარჯების, რომლებიც ტურნირის ორგანიზების პროცესში არის საჭირო, ვინაიდან ნებისმიერი თეთრი, რომელიც ჩვენი ბაზიდან იქნება ეს თუ შემოწირულობიდან იქნება მოხმარდეს პირდაპირ ბენეფიციარს. თბილისში ამის ორგანიზება სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ გვეხმარება 7 ფედერაცია და ეს სტადიონის ხარჯები ჩვენ დანახარჯში არ გვაქვს, აქედან გამომდინარე ნებისმიერი შემოწირულობა შედის პირდაპირ ბენეფიციართან. რეგიონებში ამის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია თუ გვექნება მხარდაჭერა იქიდან გამომდინარე, რომ ადგილზე სტადიონები, მათ შორის განთავსების საკითხი და რიგი ხარჯები, რომელიც გასვლით ღონისძიებებს ყოველთვის ემატება, ჩვენ მხოლოდ მოხარული ვიქნებით, იმიტომ რომ მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთჯერადი დახმარების საკითხზე. ეს არის მორალური მხარდაჭერის პროცესი. ეს არის პროცესი თქმა ის ამ პროცესში ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ ამ ადამიანებს ურთულესი ყოველდღიური რუტინა აქვთ. ჩვენ გვახსოვს, რომ ეს ადამიანი ყოველდღიურ გმიურ აქციას ჩადიან, სწორედ იმიტომ, რომ იმ საოკუპაციო ხაზის ფარგლებში ცხოვრობენ ურთულესი ყოველდღიური გამოწვევების ფონზე და ეს პროცესი თითოეული თეთრი იქნება, თითოეული ადამიანი იქნება, თითოეული გაჟღერება იქნება, რომელიც აი ამ პროცესს თანდევს არის არაერთჯერადი სახის დახმარება, არამედ მორალური მხარდაჭერის აქტი, რომელიც მე აკუმულირდება ფინანსურ თუ სხვა სახის მხარდაჭერაში. თავარი არის რა, ჩვენ ვიყავით ადგილზე, მე სწორედ იმიტომ ვამბობ ესეთი ემოციურია ჩემთვის ნაწილი, იმიტომ რომ მე ერთია როცა ისმენ რაღაცას და ადამიანის ფსიქიკა ესეთია, აღქმა გიმარტივდება, როდესაც ნახულობ. ადგილზე როცა მივედით და ნახეთ რეალურად რაოდენ რთულია ყოველდღიური ყოფა. ჩვენ არ გვაქვს საუბარი ფუფუნების საკითხზე, ხო? ეს არის ურთულესი ყოველდღიური პროცესი, იმიტომ რომ ამ პირს, თითოეულ პირს, რომელიც იქ ცხოვრობს, გაუსაძლის გარდა იმისა, რომ რთული მატერიალური მდგომარეობა აქვს, ასევე მორალური ფონი აქვს უმძიმესი, იმიტომ რომ მისი ყოველდღიურობის ჩარჩოები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ მომენტში. სწორედ ამიტომ ჩვენ თვალში თითოეული ადამიანი არის გვირი, თითოეული ადამიანი ჩადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აქვს, იმიტომ რომ უკავია საზღვარი საკუთარი იქ ყოფნით, ეს არსებითად მნიშვნელოვანია და ამიტომ
საზოგადოებას მინდა მიმართო, რომ მოდი ჩავერთოთ მათი თუნდაც მორალური მხარდაჭერის პროცესში, თუნდაც ამ პროცესის გაზიარება, გაჟღერება, სხვისთვის გადაცემა ინფორმაციის სახით არის ის, რაც მათ ჭირდება. ეს არის გაგება იმისა, რომ ქართულ საზოგადოებას ისინი ახსოვს, ქართული საზოგადოება მათ წვლილს, მათ ამაგს, მათ შრომას, მათ გმირობას ხედავს. მერწმუნეთ, ამაზე დიდი მხარდაჭერა დღეს ერთ-ერთი მატერიალური ნაწილი ვერ იქნება. კი ბატონო, მაინტერესებს სამომავლო თუ იგეგმება კიდევ დამატებით საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარება, არ გულისხმობ ამ შემთხვევაში მხოლოდ მინიფეხბურთს, სხვა მიმართულებით თუ გეგმავთ რაიმე აქტივობას. მადლობა კითხვისთვის, მინდა მაქვს საშუალება გაგიზიაროთ ჩვენი სხვა აქტივობებით. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი არ წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციას, მის ჩვეული საქმიანობა ეს არის ქართულ-უკრაინული ბიზნესის ურთიერთობების მხარდაჭერა, კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა. ჩვენ ცოტა სხვა მიმართულებით ფუნქციონირებთ. თუმცა, იმან რაც მოხდა 2 წლის წინ, გააჩინა ახალი მიმართულება ალიანსის თქვენ საქმიანობაში, ეს არის საქველმოქმედო კომპონენტი. დავიწყეთ რა იმ მომენტისთვის არსებული მოცემულობიდან უკრაინელებს ეხებოდა, თუმცა რაც ღრმად შევედით პროცესში, მივხვდით, რომ საქართველოშიც შეგვიძლია რაღაცების გაკეთება ქართველებისთვისაც. ამიტომ გაგრძელდება, ეს იქნება როგორც ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ალიანსმა ჩამოაყალიბა სწორედ ეს ცენტრი, რომელიც ვისაუბრე ქალთა ომით დაზარალებულ ქალთა საერთაშორისო ცენტრი, რომელიც გაერთიანებს ყველა ეროვნების ომით დაზარალებულ ქალბატონებს. ამ წუთას აქცენტირება წლის ფარგლებში 24-ში მოხდება საქართველოს საოკუპაციო ხაზიდან ან დევნილების, ან იქ მაცხოვრებელი ქალბატონების და მათი ოჯახების ნაწილზე მთელი რიგი საქველმოქმედო პროექტები გაკეთდება ამ მიმართულებით, თუმცა ამავე დროს მე მინდა ხაზგასმით აღნიშნო ის, რომ ჩვენ სადღაც მარტის დასაწყისში შევაჯამებთ 2 წლიან სამუშაოს, ვინც ჩვენი პარტნიორების ფარგლებში იყვნენ ჩართული აი ამ საქველმოქმედო პროცესში, ვინც ზოგადად განცალკევებულად ახორციელებთ მხარდაჭერას და ჩვენს მიერ დაფუძნებული და დაარსებული ჯილდო ხომინების ფარგლებში შევაჭამებთ და დავაჯილდოვებთ ყველა ადამიანს, ვინც უშუალოდ და აქტიურად იყო თითოეული მოქალაქის მხარდაჭერის ნაწილში. მოგეხსენებათ ჰომინემ, ანუ დიოგენ დადიოდა ფარნით ხელში ბაზარში, იქ ბაზარი იყო, იმ დროს ბაზარი იყო ყველაზე დიდი ხალხთა კრების სივრცე და ამბობდა, რომ ადამიანს ეძებს ხალხში. ჩვენ გვაქვს ამბიცია, ვთქვათ, რომ ვახორციელებთ ამ ადამიანების შეკრებას და გამორჩევას და ამიტომ დავარქვით ჰომინემი, ანუ ადამიანი ვიპოვეთ ხალხში და დავაჯილდოვებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო 2 წლის მანძილზე, რასაც ჩვენ რა ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს აი ამ სივრცის, ასევე მივიღეთ განაცხადები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ვინაც წარადგინეს ასევე პირები, ეს არის საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, ეს არის საზოგადოებისთვის უცნობი, მაგრამ ძალიან ღირებული როლის მატარებელი პირები, სწორედ მათი დაჯილდოვებით შევაჯამებთ 2 წლიან საქმიანობას, რომელიც უმეტესად ეხებოდა უკრაინული მოქალაქეების მხარდაჭერას და წელს დავასრულებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებელზე აქცენტით. კი ბატონო, ისევ ტურნირს მინდა დაუბრუნდე და მაინტერესებს 10 თებერვალს აიღო სტარტი ამ ტურნირმა. საზოგადოების ინტერესი უშუალოდ როგორი იყო ამ ტურნირთან მიმართებაში, მე გულისხმობ დასწრებას თუნდაც მატჩებთან მიმართებაში და ასევე თუ იყო კომუნიკაცია, ან კომუნიკაციის მცდელობა თბილისის მერიას და თუნდაც რომ ისინიც ჩართული იყვნენ აი ამ ღონისძიებაში. მადლობა კითხვისთვის, იმიტომ რომ საზოგადოებას სწორედ ეგ მინდა მოუწოდო, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ. მე მესმის, რომ ამინდები არ გვაძლევს საშუალებას ეხლა ვუყუროთ საფეხბურთო, თუმცა ვისაც ფეხბურთი უყვარს, ამაზე არასოდეს არ აჩერებს, მithumetes მიზანი ესეთი მნიშვნელოვანია. ამიტომ მინდა საზოგადოებას მოუწოდო, რომ დაესწრონ თამაშებს ყოველ შაბათ-კვირას, შემდეგი 3 კვირის განმავლობაში იქნება ეს თამაშები. კიდევ ერთხელ თითოეული მაყურებლის როლიც იმავე მორალური ღირებულების მატარებელია, როგორც მონაწილის. რაც შეეხება სხვა სახის ჩართულობას, მადლობა მინდა უთხრა იმ 32 გუნდს, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესია მათი როლი, რომ ისინი ტურნირზე შედგებოდა, რაც შეეხება მერიასთან კომუნიკაციას, მე რამდენად ვიცი 7 ფეხბურთის ასოციაცია ახორციელებს მათთან მონიტორინგს, ურთიერთობას და შესაბამისად სწორედ მათი მხარდაჭერით არის მზიაური სტადიონის საკითხით ჩვენ თან უზრუნველყოფილი. კი, ესეც ბევრს ნიშნავს და საინტერესო ზოგადად ფეხბურთი ისეთია, რომ ხშირად არის საქველმოქმედო ხასიათის ტურნირები მსოფლიოს მასშტაბით და ისიც დამატებითი სტიმულიც არის და ვფიქრობ ერთ-ერთი დადებითი ნიუანსია, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ ყველაფერში. მაინტერესებს თუ მომავალ წელსაც განხორციელება მსგავსი სახის ტურნირი გაიზრდება თუ არა გუნდების რაოდენობა, ან რაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული?
ნახეთ, გარდა საწევროსა რა თქმა უნდა. დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იქნება ინტერესი და რამდენად იქნება შესაძლებლობა ჩვენ ოლიმპიური სისტემა ავირჩიეთ სწორედ იმიტომ, რომ შეგვემცირებინა ტურნირის ჩატარების პროცესის პერიოდი. იქიდან გამომდინარე ყველაფერი უკავშირდება გარკვეულ საორგანიზაციო ხარჯებს. თუ გვექნება ერთი წლის შემდეგ შესაძლებლობა, რომ მეტი ჩართულობა იქნება დონორი ორგანიზაციებისგან, იქნება თუ სპონსორებისგან, თუ მოგცემს შესაძლებლობას, ასე ვთქვათ, ფინანსური მოცემულობა, რომ საორგანიზაციო ხარჯების ნაწილი გაიზარდოს, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით, იმიტომ რომ მე მაბედნიერებს იმის გაგება, რომ საკმაოდ მაღალი იყო ინტერესი გუნდების მხრიდან მონაწილეობის ნაწილში, თუმცა ჩვენ ვფრთხილდებით მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, არც ყოფილა საუბარი ფედერაციის ასოციაციისგან რაიმე სახის დროით შემჭიდროებაზე, თუმცა ჩვენ ვფრთხილდებით მათ რესურსს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ალბათ მასტერლიგა იწყება და იცით ვინ ჩართულია საფეხბურთო სფეროში, გარკვეულ განრიგთა თანხმედრა უნდა მომხდარიყო და ამიტომ ოპტიმიზირებულად იქნა შერჩეულის პერიოდი, როდესაც ეს განრიგი, შუალედური განრიგი, როცა ჯერ კიდევ არ არის დაწყებული გაზაფხულო თამაშების სერია, გამოგვეყენებინა ამ მიზნებისთვის. აქვე მინდა ყველას მივმართო, რომ ვინც არის ზოგადად დაინტერესებული აი ამ სახის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის თქვენი ჩართულობა, თეთრსაც აქვს მნიშვნელობა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენ შეგვიძლია დავშვით კომპანიას მიმართოთ იქ სივრცეში ყველაფერი საჭიროა. ეს იქნება მედიკამენტოზური მხარდაჭერით საკითხი, ეს იქნება რაიმე ნივთებით მხარდაჭერით პროცესი, მომსახურებით მხარდაჭერით პროცესი ადგილზე ჩასვლით ნაწილში. ანუ ჩვენ გვინდა მოუწოდოთ საზოგადოების ყველა წევრს, რომ მიიღონ მონაწილეობა იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთა ცხოვრება ყოველდღიური ყოფა არის გაუსაძლისად ურთულესი და ისინი აკეთებენ თითოეული ქართველის აკეთებას. აი, მე მინდა ერთი კითხვა დაგისვა. სად პირობითად ადამიანს სუბიექტს და არა კომპანიას აქვს სურვილი რომ რაღაც ქველმოქმედება გაიღოს, თუნდაც მატერიალური ან არამატერიალური. სად იქნება ამის შესაძლებლობა, არის რაიმე სახის ანგარიში ან თუნდაც თუ ადგილზე უნდა მივიდეს და რაიმე. ახლა ჩვენ Facebook-ს გვერდზე გვაქვს გაჟღერებული ინფორმაცია, სადაც საუბარი არის როგორც ანგარიში არის წარმოქმნილი, სადაც შეიძლება ჩაირიცხოს და ეს ანგარიში არ არის ალიანსის, მინდა ხაზი გაუსვა, ეს ანგარიში არის ომი დაზარალებული საერთაშორისო ქალთა ცენტრის. აი ამ ანგარიშზე აკუმულირებული სრულად ყოველი თეთრი მოხმარდება მხოლოდ იმ მიზანს, რომელიც ახლა გაჟღერებული არის. და რაც მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, გამჭვირვალე იქნება სრული პროცესი, როგორც შემოწირულობის, ასევე თუ მოთხოვნა არ იქნება რომ ანონიმური იყოს შემოწირულობა, ასევე შემოწირულობის გახარჯვის და გააქცების საკითხი იქნება ღიად გაჟღერებული, როგორც ის გავაკეთეთ შაშან აბსოლუტურად ყველაფერი ღიად იქნა გამოტანილი საზოგადოების გასასჯელად, რა თანხის აკუმულირება მოხდა, რას მოხმარდა ეს სახსრები და ვინ გახდნენ ბენეფიციარი. ანუ აბსოლუტურად გამჭვირვალეა ეს პროცესი. სწორედ იმიტომ კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, ჩვენ ვართ მხოლოდ პროცესის მხარდაჭერები და ამ პროცესის მხარდაჭერის პროცესში საორგანიზაციო ხარჯების მინიმალიზება მიყვანილია შეგნებულად იქამდე რომ ჩვენი ავიღეთ ესე ვთქვათ ხარჯები და ეს ხარჯები თანხა არ იქნება დონორებისგან მიღებულ ხარჯებზე, ეს ხაზი მინდა გავუსვა ამას და ნებისმიერი შემოსული დონაციით იქნება სხვა სახის შემოწირულობა პირდაპირ და უშუალოდ მოხმარდება. ასევე არის ინიციატივა თუმცა იქიდან გამომდინარე რომ რთულია ჩასვლის პროცესი საჭიროებს მხარდაჭერას, ჩვენ და შევათანხმოთ ეს შესაბამის სტრუქტურებთან, რომ მოხდეს ჩამსვალ პირთან ასე ვთქვათ მხარდაჭერა მათ შორის ეკიპაჟის ფარგლებში. გვაქვს ინიციატივა რომ ჩავიდით ადგილზე და ის ორგანიზაციები ვინც გამოხატავენ სურვილს რომ თავად მიუტოვონ ადგილზე ეს მხარდაჭერა, ვუზრუნველყოთ ეს პროცესი, თუმცა აქ გვჭირდება კონკრეტული სტრუქტურების მხარდაჭერა და პროცესის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ჩართულობით. კი, აი და ბოლო კითხოს დაგისვამ, შენ ახსენე საუბრის დროს, რომ ადგილზეც იყავი ჩასული და გქონდა პირდაპირ კომუნიკაცია ადგილობრივებთან. მაინტერესებს მათი განწყობა როგორია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გასაოცრად ოპტიმისტური. მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, ანუ თითქოს რა მინდა თქვა, ანუ მათი აღწერა სიტუაციის არ არის წუწუნის ფორმატში, ანუ ცოტა ისე ვიტყვი, რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს. ეს არის უბრალოდ ფაქტების კონსტატაციის ფორმატში. ისინი მედგრად არიან, ისინი მორალურად ცდილობენ, ანუ ისინი აღიქვამენ საკუთარ ცხოვრების სტილს, როგორც სახელმწიფოს წინაშე არსებულ ვალდებულებას. სწორედ ამიტომ მეამაყება მე ეს ადამიანები,
რომ ისინი ახორციელებენ ფაქტების კონსტატაციას, ის რომ დაუშვათ ვერ ხდება საძოვრების გამოყენება, ის რომ ვერ ხდება ხეხილბაღების გამოყენება, იმიტომ რომ ჯერთით უმეტესობა ოკუპირებულია უკვე და თან გაურკვეველია როდის რა ტერიტორიის დაფარვა მოხდება საოკუპაციო ფსიქოლოგიურ ტერორში და სტრესში არიან და ის რომ არიციან დაუშვათ ღამე აქვს თუ არა შესაძლებლობა ელემენტარული გავიდეს საკუთარ ეზოში და რა შედეგი იყოს. იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად ღამე მოდიან საოკუპაციო ხაზიდან ოკუპანტის წარმომადგენლები და ახორციელებენ მათზე ემოციურ ზეგავლენას, რომ გამოიწვიონ ესენი რაღაც რეაქციაზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არც ერთი აღწერილობა მოცემულობის, რომელიც განხორციელდა, არ იყო უიმედო და წუწუნის ფორმატში, ყველაფერი იყო იმ ფორმატში, რომ ისინი უბრალოდ ახორციელებენ ფაქტების კონსტატაციას და აღქმული აქვთ საკუთარი ცხოვრების სტილი, როგორც როლი, რომელიც ისინი მათ უნდა გააკეთონ, იმიტომ რომ ისინი საქართველოს სახელით მოქმედებენ. და ჩემთვის ეს არის ამაყო დღემდე უემოციტაშებელი ამაზე საუბარი. ძალიან დიდი მადლობა სწორედ ამიტომ მათ, რა თქმა უნდა, ურთულესია მოსმენა, თუნდაც ასაკოვანი ქალბატონის განწამლის ფული არ აქვს და ელემენტარული საჭიროების პრობლემა, დასაქმების საჭიროების პრობლემაა, იმიტომ რომ ვერ ხერხდება ვერაფერი. შემოსავლის წყარო იყო ბაღები და ასე ვთქვათ სოფლის მეურნეობის საკითხისაც ვერ ახორციელებენ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ეს ადამიანები არიან ჩემს ხელში გმირები. სწორედ იმიტომ, როგორ უძლებენ, რა მორალური ღირსებით უძლებენ, აი ამ და არტოვებენ თავიანთ ურთულესი არის შემთხვევები, როდესაც გაყოფილია ღობე ისე, რომ სახლის ნახევარი ლამის უწევს იქით ამ ხარეს, თუმცა ეს ადამიანები მდგრად დგანან საკუთარ პოზიციაზე და აქედანაც მინდა ცალსახა დავაფიქსირო, მე ვამაყობ ამ ადამიანებით და მინდა თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ გაითავისოს, რომ ის რაც მცირე და თუნდაც გაჟღერებით, რომ ჩვენ ამ ადამიანებით ვამაყობთ, უმნიშვნელოვანესი როლს მატარებენ. კი ბატონო, ან ძალიან დიდი მადლობა და აუცილებლად აქვე დავაანონსებ, რომ როდესაც ტურნირი დასრულდება, შენ ახსენე, რომ სამ კვირაზე არის გათვლილი, კიდევ ერთხელ მოგიწოდა, უფრო კარგად შევაჯამებ და აკაკი ხლაბუსტოვიც იმედი გვაქვს, რომ შემოგვიერთდება და ესე ვთქვათ, მოვაწყობთ საინტერესო საუბარს, დებატებს რაღაც საკითხებზე და საინტერესო დიალოგი წარიმართება. მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო ანა ჯალაღონია, ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის